გურჯაანის ადრეული ინვენტენციის ცენტრს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეწვივნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ იმ პროგრამების მიმდინარეობას, რომელთაც სახელმწიფო და მერია ერთდროულად აფინანსებს. ცენტრის დამფუძნებლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს არსებულ საჭიროებებზე. სარეაბილიტაციო ცენტრი 200 ბენეფიციარს ემსახურება. აინტერესებდათ თუ რა სერვისს ვაწვდით ჩვენ ბენეფიციარებს. ძალიან გაგვიხარდა მათი მოსვლა და ერთგვარი ჩვენთვისაც ერთგვარი მონიტორინგია ჩვენთვისაც და ჩვენც გვიხარია რომ დაინტერესებულია გურჯაანის მერია ჩვენი საქმიანობით. დღეს ჩვენ სერვისს ვაწვდით 200-ზე მეტი ბენეფიციარებს, ყოველდღიურად სადღაც მოდის 50-ზე მეტი ბენეფიციარი, როგორც გითხარით, ვემსახურებით ნებისმიერი განვითარების მქონე ბავშვებს და ყავს ქცევის, მეტყველების, ადრეული ინტერვენციონისტი, ფსიქოლოგი და ასე შემდეგ სპეციალისტები. დღეს ჩვენ ვიმყოფებით სარეაბილიტაციო ცენტრში დეა, სადაც სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვები ღებულობენ სპეციალურ სერვისს მათი განვითარების შესაბამისად. ჩვენ ყველა ვიცით, რომ არსებობს როგორც სახელმწიფო პროგრამები, ასევე მუნიციპალური პროგრამები. ეს დაწესებულება სარგებლობს ორივე პროგრამაში არის ჩართული და ჩვენ დღეს შევხვდით როგორც ბავშვებს, ისევე გავეცანით პედაგოგებს, ათმომსახურე პერსონალს და რაც თავარია მივიღეთ ინფორმაცია თუ რა სახის აქტივობები უტარდება ბავშვებს, რა რესურსი აქვს ამ დაწესებულებას და როგორი შედეგი ექნება. მინდა გითხრათ, რომ გარემო ძალიან სასიამოვნო